რომელ ასაკში ვლინდება დეპრესია? დეპრესიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, თუმცა ის ხშირად დამაბნეველია, რადგან ბავშვებში, მოზარდებში და დასრულებში განსხვავებულად ვლინდება. როგორ ვლინდება დეპრესია მოზარდებში? დეპრესიის გამოვლენა მოზარდებში ძირითადად ხასიათდება ქცევითი ცვლილებებით, რომელიც აქამდე არ ახასიათებდა მოზარდს და ეს მისთვის უჩვეულოა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება? მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ისეთ ქცევით ცვლილებებს, როგორიც არის საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, კვების და ძილის ჩვევების დარღვევა, აკადემიური მოსწრების დაქვეითება, სოციალური იზოლაცია. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამოვამახვილოთ თვითდამაზიანებელ ქცევაზე, მავნე ნივთიერებების მოხმარებასა და სუიციდურ აზრებზე. ხშირად მშობლებისგან გვსმენია, ეს უბრალოდ ასაკია. დიახ, მოზარდებს ხშირად ახასიათებთ ბუნება-განწყობილების ცვლილება, თუმცა როდესაც ეს ხელს უშლის თქვენი შვილის ყოველდღიურ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვანია დავიწყოთ მისი მხარდაჭერა და დახმარების გზების მოძიება. რატომ არის ადრეული ჩართვა გადამწყვეტი? დეპრესიას თან ახლავს ენერგიის დაქვეითება და კონცენტრაციის სირთულე, რაც იწვევს სირთულეებს სწავლაში და სოციალურ უნარებში. სწავლაში სირთულე იწვევს დაბალ თვითშეფასებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის მომავალს, ხოლო სოციალური იზოლაციით ბავშვი თავს არიდებს თანატოლებთან კონტაქტს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს დეპრესიის ნიშნები. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მოზარდის დასახმარებლად? მშობელმა უნდა გამოუცხადოს მოზარდს მხარდაჭერა და მიმართოს ფსიქოთერაპევტს, რომ მოხდეს შესაბამისი თერაპიული გზით დახმარება. ასევე თერაპევტი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მედიკამენტის ჩართვა პროცესში.